მოგესალმებით ეთერშია დასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. 37 ქვეყანა ღრმა შეშფოთებით მიმართავს EUTOS საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო. 37 ქვეყნის ერთობლივი განცხადება EUTOS-ში გერმანიის ელჩმა სუზენ შუტცმა გაავრცელა. თებერვალში ჩვენი ბოლო დისკუსიის შემდეგ დიდი მწუხრებით ვხედავდით, როგორ შორდება საქართველოს ხელისუფლება მათი დემოკრატიული და ადამიანის უფლებების ვალდებულებებს. ჩვენი ძირითადი წუხილების სამმაგია, სამოქალაქო სივრცის შეზღუდვა, დამოუკიდებელი მედიის სამიზნეში ამოღება და პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენებისთვის არაიდენტიფიცირებული ჯგუფების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განურჩეველი ძალადობის გამოყენებისთვის ანგარიშ ვალდებულებების ნაკლებობა, ისევე როგორც წინასწარი პატიმრობის ზედმეტად ხანგრძლივი ვადები და წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების მიმართ არასათანადოდ მოპყრობა, განაცხადა შუტცმა. ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს ძალიან კარგად ესმით რა ხდება დღეს საქართველოს გარშემო. აქედან გამომდინარე ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან ვაფასებთ იმ განცხადებებს, რომელიც კეთდება როგორც აზერბაიჯანელი მეგობრების მხრიდან, ასევე თურქი მეგობრების მხრიდან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ყობახიძის თქმით, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, საქართველოს მიმართ მიდგომები მაშინვე შეიცვლება. მე პირადად გადავუხადე მადლობა ბატონ ალიევს მისი მხარდამჭერი განცხადებების გამო, როცა გაიმართა ჩვენი ორმხრივი შეხვედრა, ვინც ობიექტურად აკვირდება და აფასებს მოვლენებს, რა თქმა უნდა ყოველთვის ცხადია რაც ხდება საქართველოს გარშემო. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, მაშინვე შეიცვლება მიდგომები. ეს სჭირდება მსოფლიოს მასშტაბით პოლიტიკის სწორი მიმართულებით განვითარებას, განაცხადა ყობახიძემ. ქართულ ოცნებას სანქციები უახლოვდება, რომლებიც ახლა სამიზნეში იღებენ მოსამართლეებს, პროკურორებსა და გამომძიებლებს, როგორც რეპრესიების ინსტრუმენტებს. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს. ქართული ოცნების მმართველობას საერთაშორისო სანქციები უახლოვდება, რომლებიც ახლა სამიზნეში იღებენ მოსამართლეებს, პროკურორებსა და გამომძიებლებს, როგორც რეპრესიების ინსტრუმენტებს. რუსულ რეჟიმთან კოლაბორაცია ძვირიჯდება, მაგრამ საკუთარი სინდისით ცხოვრება უფრო ძვირი დაჯდება. ჩვენ პროევროპული პარტიების წინააღმდეგობის პლატფორმაში გაერთიანებულები ქართველ ხალხს უპირდებით, რომ ახალი არჩევნები გზას გაკაფავს არა შურიძიებისკენ, არამედ აღდგენილი სამართლისკენ და დაცული ინდივიდუალური უფლებებისკენ, წერს ზურაბიშვილი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქველმოქმედო ორგანიზაცია ილია მართალის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს ჯანდაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ და ორგანიზაციის დირექტორმა მარიამ მჭედლიადმა. ამ შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით მემორანდუმი ითვალისწინებს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე აფხაზეთიდან დროებით დევნილი 9-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის გადასაადგილებელი საშუალებით და სამედიცინო ინვენტარით დახმარებას. შეხვედრას მინისტრის მრჩეველი მეგი ჯაში და საზოგადოება ილია მართალის დამფუძნებელი ბესიკ მარგიანი ესწრებოდნენ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით გლობალურ საავიაციო ჯგუფში შემავალმა ედელვეისმა ციურიხიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირ ფრენა განახორციელა და 151 მგზავრი ჩამოიყვანა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან ინტენსიური მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. ედელვეისი ციურიხი თბილისი ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 2 სიხშირით A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს. საინაუგურაციო ფრენისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ციურიხიდან პირველი პირდაპირ რეისით ჩამოსული შვეიცარიული მედიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ისინი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით 1 კვირის განმავლობაში საქართველოში იმოგზაურებენ და შვეიცარიულ მედიაში საქართველოს შესახებ სტატიებს და სატელევიზიო რეპორტაჟებს მოამზადებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და კულტივირების ფაქტზე ბრიტანეთის მოქალაქე 1988 წელს დაბოდებული დჰ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განმარტებით დანაშაულები 4-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 265 და 273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, ნათქვამია ინფორმაციაში. აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებების შესწავლის მიზნით საქართველოს რეგიონებში შეხვედრები გრძელდება. აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისა და საქმის წარმოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დათუაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილის დავალებით იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში იმყოფებოდა, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ადგილებში არსებულ ვითარებას გაეცნო. დეპარტამენტის უფროსი ქალაქ
ოლქში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან დროებით დევნილ ოჯახებში ხვდა. მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და აფხაზეთის მთავრობის მიმდინარე წლის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ავიაკომპანიებს უბრძანა შეერთებული შტატებიდან ბოინგის თვითმფრინავების მიღება შეწყვიტონ. ამის შესახებ ინფორმაციას ბლუმბერგი ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ეს იმ სავაჭრო ომის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინურ საქონელზე 145%-იანი ტარიფები დააწესა. ბლუმბერგის წყაროების ცნობით პეკინმა ასევე მოითხოვა, რომ ჩინელმა გადამზიდავებმა შეწყვიტონ თვითმფრინავებთან დაკავშირებული აღჭურვილობისა და ნაწილების შესყიდვა ამერიკული კომპანიებისგან. ამასთან ზოგიერთი თვითმფრინავის იმპორტი კვლავ დაშვებული იქნება, რადგან მიწოდებისა და გადახდის დოკუმენტაცია დასრულებული იყო ჩინეთის მიერ გამოცხადებული საპასუხო ტარიფების ძალაში შესვლამდე. რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის 5 რეგიონში, მათ შორის მოსკოვის ოლქში 115 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით ყველაზე მეტი 109 უპილოტო საფრენი აპარატი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. 3 ვორონეჟის ოლქში, თითო მოსკოვის, ბრიანსკისა და ორიოლის ოლქებში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კურსკის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც რამდენიმე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა 1 და დაშავდა 9 ადამიანი. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს 2.3 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობის ფედერალურ დაფინანსებას გაუყენებს. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. გამოცემის ცნობით ტრამპის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც უნივერსიტეტმა უარი განაცხადა მის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულებაზე. მანამდე გასულ თვეში ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ განიხილავდა ჰარვარდისთვის გამოყოფილ 9 მილიარდი დოლარის ფედერალურ კონტრაქტებსა და გრანტებს, როგორც ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მიმართული ზომების ნაწილს, რომელიც მათი მტკიცებით ბოლო 18 თვის განმავლობაში პალესტინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების დროს უნივერსიტეტის კამპუსებში გაჩაღდა. ჰარვარდის პრეზიდენტმა ალან გარბერმა საჯარო წერილში დაწერა, რომ განათლების დეპარტამენტის მიერ წარდგენილი მოთხოვნები ფედერალურ მთავრობას საშუალებას მისცემს ჰარვარდს გააკონტროლოს და საფრთხე შეუქმნას სკოლის, როგორც კერძო დაწესებულების ღირებულებებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს ესმის განსხვავება შეერთებულ შტატებთან ორმხრივად მომგებია შეთანხმებასა და კიდევ ერთ ხაფანგს შორის, რამაც შეიძლება ქვეყანას სხვადასხვა სფეროში დამოკიდებულებამდე მიიყვანოს. მშვენივრად გვესმის, როგორ გამოიყურება ორმხრივად მომგებიანი შეთანხმება, რომელზეც არასდროს გვითქვამს უარი და როგორ გამოიყურება შეთანხმება, რომელმაც შეიძლება კიდევ ერთ ხაფანგში შეგვიყვანოს, აღნიშნა ლავროვმა. ამავდროულად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენის შემდეგ მოსკოვმა არ უნდა დაუშვას, რომ ეკონომიკურ, ტექნიკურ, სამხედრო და სხვა სფეროებში კვლავ დამოკიდებული გახდეს. 100%-ით დარწმუნებული ვარ, ეს გაკვეთილი არ დაგვავიწყდება, აღნიშნა ლავროვმა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.